ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც ათასობით ბენეფიციარს მკურნალობენ და ეხმარებიან ნარკოტიკული ზედოზირების, ნარკოტიკის მოხმარების შემთხვევაში იმ შემაშფოთებელ სტატისტიკაზე საუბრობენ, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოში ბოლო წლებში, თუმცა განსაკუთრებით კი უკანასკნელი კვირების განმავლობაში რაკიღა ახალი ნარკოტიკული საშუალება არის შემოსული საქართველოს ტერიტორიაზე და თბილისის განსაკუთრებით კლუბებში, თუმცა არა მხოლოდ ხდება ამ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია. ირკვევა რომ დარკნეტების, ეგრეთ წოდებული დარკნეტების საშუალებით, ანუ ტელეგრამ არხების მეშვეობით იყიდება ძალიან ხშირად ნარკოტიკული საშუალება. მომხმარებელს გონია რომ ფულს იხდის კონკრეტულ ნარკოტიკულ საშუალებაში, თუმცა მაშინ, როდესაც უკვე ამ ნივთიერებას იღებს, აღმოჩნდება რომ მას მის ნაყიდ ნარკოტიკთან არაფერი საერთო არ აქვს, ის არის მომწამვლელი და შესაძლოა მომაკვდინებელიც კი. კონკრეტული მიზეზი აქვს იმას, თუ რატომ უმატებენ ამ მომაკვდინებელ ნივთიერებებს კონკრეტულ ნარკოტიკულ საშუალებებს და რატომ ასაღებენ მას სხვა სახელით რეალიზაციის დროს. ეს ხდება საიმისოთ, რომ ნარკოტიკის მცირე მოხმარების დროსაც კი ეფექტი იყოს გაზრდილი, უფრო ეფექტური იყოს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, თუმცა ხშირ შემთხვევაში ლეტალური შედეგი დგება. კოსტარული პირობებში გაკეთებული ნარკოტიკით ახლა გაჯერებული დღევანდელი საქართველოს ბაზარი. ძალიან დიდი სპექტრი არის შემოსული, რომელიც იყიდება ეგრეთ წოდებული დარკნეტებით, ანუ ონლაინ იყიდება. ხდება ისე, რომ ადამიანს ყიდულობს სხვა ერთ ნარკოტიკს ლოკაციაზე, მისულ შეიძლება დახვდეს სულ სხვა ნივთიერება. ამას ადამიანს შემოწმების საშუალება არაფერი არ აქვს, ერთადერთი მოიხმარს და იმის მერე ხვდება, რომ მოიხმარა ის რაც ელოდებოდა, არამედ სულ სხვა რაღაც გაურკვეველი, შეიძლება ფენტალინი იყოს გარეული, შეიძლება სხვა რაღაც მომწვანებელი ნივთიერება გაბევრებისთვის, ეფექტის გაძლიერებისთვის. რაც ესე უცხოა ამ მომხმარებლისათვის და ზუსტად ეს იწვევს ეს გაურკვეველი სუბსტანცია აღებულობს უარესს, ეს იწვევს ზედოზირების ფაქტებს და ხშირად სიკვდილიანობას. შეიძლება ეს იყოს ეგრეთ წოდებული კოკაინი, რომელიც რეალურად კოკაინი არ არის და მის ნაცვლად არის სინთეზური ოპიატები შემადგენლობაში, მათ შორის ფენტანილი და ეს იწვევს ესეთ უცაბად გარდაცვალებას, რომ პირველადი დახმარების გაწევასაც ვერ აღწევენ და მეორე მხრივ ჩვენი ბენეფიციარები ახსენებენ ეგრეთ წოდებულ კრისტალურ მეტადონს, რომელსაც ასევე შერეული აქვს ეს დამხმარე ნივთიერებები, რომელიც მძიმე ზედოზირებას იწვევს. აუცილებლად მინდა აღნიშნო, რომ ნებისმიერ ამ შემთხვევაში აუცილებელი და მნიშვნელოვანია დროულად იქნას გამოყენებული პრეპარატი ნალოქსონი, რომელიც არის ოპიატების ანტაგონისტი, მას შეუძლია სუნთქვის ფუნქციის აღდგენა თუ კი გაკეთდება ის ზედოზირებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში. და ჩვენი პროგრამა არის ერთადერთი, რომელიც ამ პრეპარატს უსასყიდლოდ ანონიმურად ურიგებს დაახლოებით წელიწადში 30,000-მდე ბენეფიციარს. რეალურად საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა რომ ვერ მუშაობს ეფექტურად, ამაზე საუბრობს ოპოზიცია და ამახვილებენ ყურადღებას ქართული ოცნების განცხადებებზე, ახალ კანონებზე, რომელიც თითქოს გამკაცრება უნდა ყოფილიყო და მეტი კონტროლი ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებით, თუმცა მან ამ დროისთვის ყოველ შემთხვევაში დადებითი შედეგი ნამდვილად ვერ გამოიღო. მედიკოსებიც და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც ქართულ ოცნებას მოუწოდებენ, რომ დასჯაზე და მომხმარებლების დაკავებაზე მეტად და ახლა სისტემურ ცვლილებაზე უნდა ფიქრობდეს რეალურად ქართული ოცნება და უნდა იწყებოდეს მათ შორის საინფორმაციო კამპანია, საიმისოთ, რომ განათლების სექტორშიც არსებობდეს ინფორმაცია აღნიშნულ სინთეთიკურ ნარკოტიკებთან დაკავშირებით და ასევე მედიკოსები, ექიმები და ჯანდაცვის სექტორი უნდა იყოს მზად მსგავსი შინაარსით და ინტოქსიკაციით, როდესაც მას ადამიანი მიმართავს, როგორ უნდა გაუწიოს დახმარება. ხე არ არის, რომ საზოგადოებამ არ ნახოს თუ მასშტაბური ბრძოლა მიდის ნარკომანიის წინააღმდეგ, ხდება დაკავებები ნარკოგამსახურებლების, თუ კი რაიმე ფორმით ახალი ნარკოსაშუალება არსებობს, ეს სამწუხაროდ არის ის რეალობა, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას. უნებრივია, რომ ამ კონკრეტული ნარკოტიკის და მის გამსახურებლების წინააღმდეგაც იქნება სახელმწიფო ანალოგიურად დაუნდობელი გამკაცრება, ციხეში ჩასმა და თავისუფლების აღკვეთა ამ საკითხს არ უშველს. აქ ჭირდება ძალიან სერიოზული სისტემური მიდგომა და პრაქტიკულად სრულად უნდა შეიცვალოს ის ეგრეთ წოდებული ვითომ პოლიტიკა, რაც ნარკოტიკულ საშუალებებთანაა დაკავშირებული. ჭირდება განათლების სისტემის, განათლების ინფორმაციის მიწოდება, საავადმყოფოები, კლინიკები და სამედიცინო სისტემა, ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად იმისათვის, რომ ესეთი რაღაცა მოხდება.
კიდევ სხვა სინთეთიკური ნარკოტიკებიც მზადდება სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, იატაკ ქვეშეთში, ძირითადად ეს ხდება ჩინეთში და სამწუხაროდ ისინი შემოვა ჩვენს ბაზარზე და ძალიან ბევრი სიცოცხლე შეიძლება ამას შეეწიროს. შესაბამისად, უნდა შეიცვალოს რეალური ნარკოპოლიტიკა უნდა ჩამოყალიბდეს ქვეყანაში. ახალი მკვლელი ნარკოტიკის შესახებ, რომელიც ადამიანის ლეტალურ გამოსავალს იწვევს, სუნთქვას აჩერებს, ჩვენ ვცადეთ, რომ ინფორმაცია მიგვეღო ჯანდაცვის სამინისტროსგან, როგორი იყო მიმართვიანობა უკანასკნელი დროის განმავლობაში, თუმცა ამ დროისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ჩვენთვის მსგავსი შინაარსის ინფორმაცია არ მოუწოდებია.